ესე იგი მეგობრებო, TSI ძრავი, შკოდა ერთვანოსიანი, აუხსნათ მეტკები. პირველ რიგში პირველი და მეოთხე ცილინდრი უნდა იყოს მაღლა, ამოწეული ბოლომდე. მარცხენა ბალანსირი პატარა ჭრილი აქვს, ცეფის ფერი. ამ ფერიდან მეორე ბალანსირის ნიშნულამდე უნდა იყოს ამ ფერის ჩათვლით, შემდეგ ფერამდე ნიშნულზე უნდა იყოს, ეს არის მე-17, ანუ პირველი ბალანსირის ნიშნულის ფერის ჩათვლით, რო აითვალო, ეს არის მე-17. დააგვირთ რა რას უსწორდება, როგორ არის. თავარკბილანას კიდევ აქვს ეს თეთრად გაფერადებული მაქვს, მაგრამ აქვს სამკუთხედი, ის არის. ეს ფერით უნდა უსწორდებოდეს მაგას, ანუ შემდეგ ბალანსი და როგორც მოუწევს პირველი მეოთხე ცილინდრი მაღლა და ეს ფერი ამ ის არის, ისე უნდა დადგეს. ეს არის ამის დამჭიმი, 27-იანი ეჭირება. რაც შეეხება მთავარ ცეფს. გასπედლები, ჭრილი, ფერი, ნიშნული, წერტილი, ფერი, ნიშნული, შიგნით და დაბლა. აქაც აქვს სამკუთხედი ნიშნული და ეს ფერი უნდა უსწორდებოდეს იმ სამკუთხედს, როცა პირველი მეოთხე ცილინდრი არის მაღლა. ამას სხვა ფერებიც აქვს, მაგრამ ამ სხვა ფერებს ყურადღება არ მიაქციოთ, ასე ვთქვათ. გასπედვალი, გამშვები, შემშვები. ყველაფერს აქვს, ასე ვთქვათ, თავის ნიშნული და ფიზიკურად. ესე იგი მეგობრებო, TSI ძრავი, შკოდა ერთვანოსიანი, აუხსნათ მეტკები. პირველ რიგში პირველი და მეოთხე ცილინდრი უნდა იყოს მაღლა, ამოწეული ბოლომდე. მარცხენა ბალანსირი პატარა ჭრილი აქვს, ცეფის ფერი. ამ ფერიდან მეორე ბალანსირის ნიშნულამდე უნდა იყოს ამ ფერის ჩათვლით, შემდეგ ფერამდე ნიშნულზე უნდა იყოს, ეს არის მე-17, ანუ პირველი ბალანსირის ნიშნულის ფერის ჩათვლით, რო აითვალო, ეს არის მე-17.